გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ნიკანორ მელიას ერთმა მყარებელმა მითხრა, რომ მელია ეს არის ახალი სააკაშვილი. გამახსენდა მიქოიანის სიტყვები 1929 წელს თავის წერილში, რომ თქვა სტალინი ეს არის ლენინი დღეს. დიახ, მეგობრებო, მელია ეს არის სააკაშვილი დღეს. ეს შესავალი იყო. ნიკანორ მელიასა და სააკაშვილის ფანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მიუხედავად ახალი კანონისა, რომელიც გზავნავს არანორმატიული ლექსიკის ხმამაღლა გამოყენებას საჯარო სივრცეში, ერთმანეთს მრავალფეროვანი ეპიტეტებით ამკობენ. ისეთი გემრიელი ეპიტეტებია, რომ მათ ჩაწერას ვერ ვასწრებ. ჩაწერას არა მომდევნო გამოყენებისთვის, არამედ გასარკვევად თუ რომელი რას ნიშნავს. ხო და ამ შემთხვევაში ოცნება რას აკეთებს? ერევა თუ არა ამ საბედისწერო და არ შემეშინდება ამ სიტყვის ონტოლოგიურ კონფლიქტში. საკითხავიც ესაა. მახსენდება ერთი ძველი ანეკდოტი. ღმერთთან მივიდნენ ნაცისტი, კომუნისტი და სიონისტი. ღმერთი დაპირდა თითო სურვილს შეგისრულებდო. ნაცისტმა თქვა, მინდა რომ ყველა კომუნისტი გაქრეს. კომუნისტმა თქვა, მინდა რომ ყველა ნაცისტი გაქრეს. სიონისტმა იკითხა, ღმერთო, შენ მათ სურვილებს შეასრულებ? ხო, უპასუხა ღმერთმა. მაშინ მე ერთი ორმაგი ესპრესო მინდაო, თქვა სიონისტმა. დიახ, ოცნებაც ასე უნდა მოიქცეს, დაჯდეს მდინარის პირას და დაელოდოს, როდის ჩამოაცურებს წყალი მელიასა და სააკაშვილს თავიანთი ამფსონებით. ჩამოცურვა ფიგურალურად ვთქვი, რასაკვირველია. ისე განსაკუთრებით სახალისოა, როდესაც ეს ორი აზრის გიგანტი საკმაოდ ხანგრძლივი დროით ოთხ კედელში გამოკედელი ერთმანეთს ერკინება, ერთმანეთს ეჯირება და ყვირის, არა მე ვარ უფროსი, არა მეო. ძალიანაც კარგი. უკვე დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო ასე. მოწინააღმდეგეებს ერთმანეთი უნდა დაახოცინო საკუთარი ხელით. კარგი იქნებოდა ამ ამბავში მესამე მხარეთ ლევან ხაბეიშვილსაც რომ მიეღო მონაწილეობა, მაგრამ სამწუხაროდ არ არის ქვეყნად სრულყოფილება. ხაბეიშვილი ჯერჯერობით დუმს, ალბათ პლატფორმას ირჩევს. თუმცა ხაბეიშვილი არ არის იმ კალიბრის ფიგურა, როგორც მელია და განსაკუთრებით სააკაშვილია. აი, რამე რო იყოს და ფსონის დადება მომიწიოს, ვიზზე დავდებდი, მელიასა თუ სააკაშვილზე? საკითხავიც ესაა. თუმცა რა არის საკითხავი? მელია კი არის სააკაშვილზე 10 წლით უმცროსი, მაგრამ ის შინაგანი სიგიჟე, რაც სააკაშვილს გააჩნია, რამაც მას მისცა საშუალება ხალხის გარკვეული მასები ბრძოლაში ჩაეთრია, თანაც ისე რომ თვითონ არაფერი დაშავდებოდა, ეს ტალანტია, რაც ასე მგონია მელიას არ გააჩნია. და მე რაც თავარია, არ იქნებოდა სააკაშვილი, არ გამოიჩეკებოდა მელია. ასე რომ მელია სააკაშვილმა შვა, მისი ასე ვთქვათ ბარტყია. და რა გამოდის? ბარტყი ატამანს აუხირდა? არ არის ეს ლამაზი საქმე, როდესაც გაზრდილი აუხირდება გამზრდელს. ვისი წყალობითაც ის ხალხმა გაიცნო, ალბათ შეიყვარა კიდეც და მე ის უცებ მამას ეტყვის, მორჩა, ახლა ჩემი დროა, შენ კი პიჯაკებმა დაგღუპეს და მიხედე გარდერობსო. ახლობელმა მითხრა, რომ ეს ყველაფერი ოცნება მოაწყო და თუ მართლა ასეა, მაშინ ყოჩახ ოცნებას. ძალიან გამიხარდებოდა ოცნებას, რომ ეს შეძლებოდა. მოწინააღმდეგეები ერთმანეთზე რომ გადაემტერებინან და თვითონ განზე გასულიყო. სხვა შორის უახლეს ისტორიაში ასე ჭკვიანურად ანგლოსაქსები მოიქცნენ და მათი ამ ქცევის შედეგს დღეს აღმოსავლეთ ევროპაში ვხედავთ, სადაც ველიკორუსები და მალორუსები ერთმანეთს ხოცავენ და ამ ხოცვაში ბელორუსების ჩათრევასაც ცდილობენ. ანგლოსაქსები გვერდიდან უყურებენ და დრო და დრო აკეზებენ. მეტიც იმის გამო, რომ ანგლოსაქსები ამ შემთხვევაში ბრიტანელები ევროკავშირის წევრები არ არიან, ისინი იაფადაც გამოვლენ საბოლოო ჯამში ამ გაუგებრობიდან. თუ კი რასაკვირველია, რუსეთი ადრე თუ გვიან არ გამოიყენებს თავის მთავარ იარაღს, რასაც ასე იხვეწება კარაგანოვი, რომელზედაც ამასინათ ვილაპარაკე და დიდ ბრიტანეთს არ აგემებს გამოუსწორებელ დარტყმას. ღმერთმა არ ქნას ეს მოხდეს. და ეს თუ მოხდა, მაშინ
მესამე მსოფლიო ომი კი არ დაიწყება, არამედ გამყინვარების მორიგი, მგონი მეხუთე პერიოდი გველოდება და ყველა გრილად ვიქნებით. კარგი, გამყინვარება ახლა იქით იყოს, ენამ არ მიყევოს და ჯვარი აქაურობასაც და იქაურობასაც. მე კი იმის თქმა მინდა, რომ თუ მართლა ოცნებამ გადაამტერა ბნელეთის ეს ორი ლიდერი, მაშინ მე რამდენჯერ დავწმუნდები, რომ სწორი არჩევანი გამეკეთებია 2012-შიც და მერეც. ეს ყველაფერი რასაკვირველია ძალიან სახალისოა, მაგრამ ამავე დროს უკვე ძალიან მოსაბეზრებელიც გახდა. მთელი ეს აურზაური ერთი და იგივე ტიპების გარშემო ტრიალებს. ეს ტიპები კი დიდი ხანია უკვე დაიცალნენ ყოველგვარი სიახლისგან და ერთსა და იმავეს ბუზღუნებენ. ნარატივს მიხედეთ თქვენ უნიათოებო, რამე შეცვალეთ თქვენს რიტორიკაში. მაგრამ ვისვეუბნები, ჩემი ხმა ამ შემთხვევაში არის ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. იმ უნიათოებს რა მოეთხოვებათ, როდესაც ამასთანავ საიას ახალ გამოსვლას უსმენდი და ეს უსახურები 24 წელს მიღებულ უცხოური დაფინანსების კანონს რუსულ კანონად მოიხსენიებენ. ანუ ამ ახალგაზრდამაც თავისი ვერაფერი მოიფიქრეს. თუ კი ვინმე ჩემთან რუსულ კანონზე, რუსულ მთავრობაზე და დედაქალაქის ჩელაბინსკში გადატანაზე იწყებს სერიოზულ ლაპარაკს, ეს ჩემთვის წითელი ხაზი ხდება და მე მისდამი ინტერესს ვკარგავ. არ ვიცი მისთვის რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ჩემი ყურადღების დაკარგვა, მაგრამ ეს უკვე დეტალებია. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.